მოგესალმებით ხალხო, დღეს მინდოდა მელაპარაკა YouTube-ზე, უშუალოდ YouTube-ზე და რა ჭირს YouTube-ს რა. ევროპაში და ამერიკაში როგორც გამითარდა YouTube-ი, ხო, ისე დაალაგდა, რომ ყველას ჰქონდა რაღაცა, როგორ გითხრათ, ხარისხის აწევა დაიწყეს რა და ეს ხარისხის აწევა რომ დაიწყეს, ბევრად უფრო გართულ და ქართველი მაყურებლისთვის ისეთი ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება, როგორც იმათ ჰქონდათ რა და მაგის გამო საქართველოშიც დაიწყო რაღაცა YouTube-ზე ცვალებადობები რაღაცები. რაღაც ძვრები და ეგეთი რაღაცები დაიწყო. მონტაჟზე უფრო მეტი ყურადღების მიქცევა დაიწყეს, რაც განვითარებისთვის კარგი არის რა, ანუ ეგეთი რაღაცები კარგი არის, უბრალოდ ისე დაალაგდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი ქვეყანა ჩამოყალიბებული ვართ, რომ ტელევიზია და YouTube არიან დაპირისპირებული მხარეები და YouTube ჯობია ტელევიზიას, მაგრამ YouTube რითიც ჯობია ტელევიზიას, ეგ ცოტა არ იყოს და გვეკარგება YouTuber-ებს, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ნელ-ნელა ჩვენ თვითონ ტელევიზიას ვემსგავსებით. რაც უნდა სამწუხაროდ და ცუდად ჟღერდეს რა, მე ეგრე ვხედავ ყოველ შემთხვევაში რა. ანუ ვიღაცები თავიდანვე პროექტებით იყვნენ YouTube-ზე შემოსულები და ეგ მისაღებია, გასაგებია და ის არის. მაგრამ ეს ბოლო პერიოდი არის უფრო მეტად ყოველდღიურად არა, ყოველკვირეული იმად იქცა, რომ რაღაცა პროექტი, რაღაცა გადაცემა, არაფერი ისეთი YouTuber-ული იშვიათად ხდება ხოლმე მე რა, ანუ შეიძლება ჩემშია პრობლემა, მაგის გამო მე ვასება ჰიტა და ნონსენს ვიზენი და ეგეთი ადამიანები, რომლებიც ცალკეულად მარტოსულად იმებს აკეთებდნენ რა. ვიღაცებს შეიძლება ეგონოთ, რომ ეხლა ამით ლაშაზე იძახის ცუცო, არა, ლაშაზე არ ვიძახის ცუცს, ლაშა თავიდანვე ძალიან კარგი წამყვანის რაღაც მოწამყვანო როლი ქონდა მორგებული და საკმაოდ უხდება კიდევაც და კარგადაც აკეთებს მაგ ყველაფერს. პროსტა მე იმაზე უფრო მწყდება გული, რომ თვითონ ამ პროექტებშიც YouTuber-ული რაღაცები ცოტა არ იყოს და იკარგება რა, ანუ ეგაა, თორე ის კი არ არის პრობლემა, რომ რაღაც პროექტს აკეთებს ვიღაც. ხო და ეს ბოლო პერიოდი არის ცოტა დრო მაქვს რა, ეხა უფრო მეტი და რაღაცებს რო უყურებდი, რაღაცებს ფიქრობ რა, ჩემთვის რომ რაღაცა გვინდა რომ დავიწყოთ მე და ჩემს ვაკაცებს და ფიქრობ და ეს ინდივიდუალური რაღაცები დაკარგულია ძალიან და ძალიან მინდა რომ ეგ ინდივიდუალურობა დავაბრუნოთ რა. სხვანაირად არ გამოვა პროსტა არ არის ლამაზი რა, რო არ მოგატყუოთ. ან YouTuber-ი რასაც ნიშნავს, მაგ იდეოლოგიას კარგავთ რა, ვიკარგებით რაღაცნაირად. ჩვენში დარჩეს. ნუ მე ყოველ შემთხვევაში მე ვხედავ შეიძლება ეგრე და შეიძლება ჩემში არის პრობლემა, მაგრამ ნუ რავი. წინს ხოლმე რომ აი ვიღაცა ადამიანების და ვიღაცა კონკრეტული YouTuber-ების ასეთი ვიდეოები, ახლა როგორც მე საუბრობ რაღაც კონკრეტულ თემაზე, მსგავსი ტიპის რაღაცები აღარ არის ხოლმე რა. არ საუბრობენ. რატო არ საუბრობენ, ეგეც ვერ გავიგე, მაგრამ ნუ არ საუბრობენ და ხა. ანუ რაღაც კონკრეტულ თემას ერთხელ შეიძლება შეეხონ, ანუ ორჯერ. ან რა ვიცი მე. ნუ მარტო გასართობი არ უნდა იყოს რა YouTube-ი, მე მაგას ვიძახი რა, ანუ გასაგებია რომ ხალხი დაღლილი ადამიანები როცა უყურებენ და უშოთ აი სამსახურიდან რომ მოხვალ და ვიდეოს რო ჩართავ, გინდა რომ გესიამოვნოს რა და გაგისწორდეს და უყურო რა, მაგრამ მარტო გართობაც ხო არ არის რა, სხვა რაღაცებიც ხო გვაქვს ადამიანებს, რის გამოც შეიძლება რომ რაღაცა ვიდეოები გადავიღოთ და ამ ვიდეოებში გამომაჩინოთ რისი თქმა გვინდა, როგორ გვინდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და მე ცოტა მიტყდება ხოლმე რა, რომ აი არ მინდა რომ ეგრე ვიყოთ როგორც ახლა ვართ. თან ისაა ცუდი რომ ტელევიზიის სახეები აქეთ ძალიან შემოვიდნენ რა. ცალკე ზოგს თავისი არხებიც აქვს, ისიც აქვს, ესიც აქვს. თან კონკრეტულ ადამიანებზე არ ვიძახ, მაგრამ საზოგადოდ საუბრობ რა. ანუ შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, აი ბახუტას მაგალითად, ბახუტას მაგარი ის ჰქონდა. არხი ჰქონდა, კაი თამაში იყო, რომ გასართობად უყურებდი ხოლმე, მაგრამ აი თვითონ ბახუტას და იმასაც ხო, აი რაღაცა თვითონ ბახუტა ვერ გავიცანით მაგ ვიდეოებიდან რა, მე თუ მკითხავთ და ეგაა პრობლემა, რომ აი YouTuber-ები თავის თავს აღარ აცნობენ ხალხს რა და პროსტა ეს რაღაცა კაი გადაცემა, მაგარი იდეა არის და აკეთებენ, აკეთონ.
просто მაგით ვემსგავსებით ტელევიზიას, რომ წამყვანია და всё რა, ანუ აღარ საუბრობთ ჩვენს რაღაცებზე, რაღაც პირადულ რაღაცებზე რა და ეგ არ მომწონს მე. იმედია ვისაც სწორად უნდა ამის გაგება, სწორად გაიგებს, მაგრამ ვისაც არ უნდა სწორად გაგება, რა თქმა უნდა დამიწერს კომენტარებში, რომ აი შენ იმას ებრძვი და ის არავის მხრივ საერთოდ არც ერთი ქართველი იუთუბერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს რა. ყველა ადამიანს პატივს ვცემ, ყველას ხელი მოუმართო ღმერთმა, ყველა საქმეში რაც ხელს მოგიდებს რა თუ კარგი ადამიანია, არ არიან ცუდი ხალხი. მაგას არ ვიძახი მე, მაგრამ ხომ მიხდით რა დაახლოებით რის თქმაც მინდა რა. ცოტა ისეთი არის რა, რაღაცა მომენატრა, უფრო მეტად მომენატრა ისეთი ვიდეოები, სადაც აი რაღაცა დებილობები ხდება რა. ანუ აი არაფერის ხედან ორი კაცი თუნდაც და პოდკასტები კიდე ერთი ჭირი არის, მაგრამ პოდკასტებს კიდევ ვუყურებ და ჩვენც მეც ვფიქრობდი რომ პოდკასტები შეიძლება დამეწყო. შეიძლება დავიწყო კიდევაც არც ვიცი ეგ, ხო და ეგეც მოგწონს, ანუ იდეაში, просто ხო გააჩნია რა, იმ პოდკასტებშიც სტუმარზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული რა. მე თუ ვიღაცის YouTube არხს ვუყურებ, იმ YouTuber-ის აზრი მაინტერესებს უშუალოდ რაღაცა თემებზე, უფრო მეტად ვიდრე სტუმრის რა და სტუმრებს რაც შეეხება კიდე ძირითადად ყველგან ერთი და იგივე ხალხი არის. მესმის რატომაც არის ახლა ეგრეც უნდა იყოს წესით ალბათ. просто რავი, ცოტა ისეთი YouTuber-ების არსებობენ, ვისი მოსმენაც უფრო გამისწორდებოდა მე პირადად რა დაუშვათ, აი ხა მაგალითად ვიღაცა ადამიანმა რომ დაიწყოს რაღაცა YouTube პროექტი, პირველ რიგში იქ მივლენ აუცილებლად ტატო კალას აეჭო ეს სამი ადამიანი. და მეც ვუყურებ. ანუ განა არ ვუყურებ. მესმის რომ რეიტინგი აქვს და ხალხს მოსწონს მათი ყურება, ხო? რა თქმა უნდა ეგრე უნდა იყოს, უნდა მიიყვანო კიდევაც, მაგრამ სხვა ხალხიც არის. ვიღაცები არიან, ვისაც მე მოვისმენდი მაგალითად, ნახავდი რაღაც კონკრეტულ გადაცემებში და ასე შემდეგ რა. ხო. ცოტა მწყინს. ანუ ის კი არ მწყინს, რომ ვინმეს არ ეგონოს ეხლა რომ მე რო არ მეძახიან სადმე მაღაზიაზე მაქვს პრობლემა. არა, პირიქით. მე რო არ მეძახიან, მესმის რატომაც არ მეძახიან და არც უნდა დამიძახონ რა, არ მაქვს ეხლა იმ ხელა fan base-ი როგორც ხვებს, რომ ნახვები დაუგროვა რა. просто მე მინდა ხოლმე რომ უფრო აი რაღაცა ისეთი ჰიტას პოდკასტებს უფრო გასწორებით უყურებ, რო არ მოგატყუოთ. ვიდრე სხვების რა. იმიტომ რომ ჰიტა არის იმენა იუთუბერი, დარჩენილი არის ჯერ კიდევ ისევ იუთუბერად და ძალიან მაგრა აკეთებს თავის ყველაფერს რა. ხო და მე მგონი ცუდი გზა გვაქვს არჩეული, მაგრამ ვინჩი ვის მაგას რაში გვაინტერესებს ცუდი გზა და კარგი გზა. საბოლოო ჯამში ყველაფერი კეთდება კარგად, YouTube-იც ვითარდება და ხალხსაც ყავს თავის რჩეულები, просто რავი რა. ფიქრობ რომ უფრო სხვანაირად რო იყოს, შეიძლება უფრო უკეთესი იყოს რა. არ მინდა რომ ტელევიზიას დავემსგავსოთ რა რაღაც პატარა ცენზურა ყველას აქვს უკვე თან არხებზე რა, როგორც მინიმუმ დინებას ნელ-ნელა იმაშვებიან, რაღაცა აშორებენ. ანუ ყოველდღიურად მე როგორც საუბრობ, ხო, მე როგორც ვლაპარაკობ, ვისაც როგორც ჩემს მაგას დაველაპარაკებოდი, ეგრე აღარ მესაუბრებიან იუთუბერები და აი ეგ მწყინს ალბათ ყველაზე მეტად რა. ეგ მანდედან გამომდინარე ვიფიქრე ამის ამ ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ ეს სატელევიზიო რაღაცებს რო ვაკეთებთ, რომ მეც ვიქნია ახლა როგორ მოგატყუოთ რომ მე არ მიქნია, მაგრამ მეც ვიქნია ეგ სატელევიზიო არხი არა, მაგრამ სატელევიზიო გადაცემაზე მიმუშავია აქეთ. ტელევიზიას მიმუშავია მე თავის დროს და ანუ არც მაგაზე არ მაქვს ის დიდად რა, რომ აი ვისაც ტელევიზიაში უმუშავია ცუდი როჟა. მაგრამ აი კაკო, ჰიტა და ეგეთი ტიპები ბევრად უფრო ჰუმანოიდები არიან რა, აი YouTuber, homo sapiens YouTuberi. რაღაცა ეგეთები არიან რა და სხვაები აღარ ვართ მე მგონი ისე რომ აი მე არ მაქვს ჩემთან ეგ კითხვები მე მგონი რომ ძალიან ალალი ვარ თქვენთან მიმართებაში მით უმეტეს და მგონი რომ რაღაცები არეულია რა და მინდა რომ თან ახლა ამას რო წერ ახლა მეც მაქვს რა ის დამოკიდებულება რომ ვაიმე ვიღაცამ რამე ნეგატიურად არ გაიგოს ვიღაცაზე იმიტომ რომ არ მინდა რომ მე ვინმეს
ეგონოს რომ მე ვიღაცის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს. რომ მქონდეს მაგას გეტყოდით თამამად. მაგრამ ნუ რავი რა. ესე ადამიანურად დაჯდომა და ლაპარაკი ხანდახან ძალიან კარგი იქნება იუთუბერებისგან და როცა ადონ წესით კაი იქნებოდა. იმიტომ რომ კაი გასაგებია რომ ეს რაღაცნაირი ვარდისფერი, რაღაცნაირი მწვანე, რაღაცა ძალიან თვალში მომხვედრი ყვითელი და იმ ფერებით მეკეთდება საქმე და თვალებს რომ ვერ ვაცილებთ ეგეთ თამბნეილებს თუნდაც და მე შეგინთ რომ შევდივართ მონტაჟის დროს $300 რომ მწვანე და განათებული და ნათდება ეგენ გვევასება, მაგრამ მესმის რომ გვევასება რა, მეც ვუყურებ ეგეთ ვიდეოებს უფრო მითრევს, მაგრამ ნუ რაღაცა აკლია რა მაგას, ან მეტი აქვს. ჯერ ვერ გავიგე რა, ნაკლებია თუ მეტია, ეგ ვერ გავიგე ჯერ. თუ გავარკვევ, აუცილებლად გავაგებინებ თქვენს. თქვენ კი, რავი, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ ვიდეო და ალაიქოთ და ეგეთ რაღაცები ქნათ რა. ვიდეოს რო ალაიქებ, თუ არ დაგეზარებათ ვიდეოს და ლაიქებათ, ჩემთვის ეგ კაი რაღაცაა, იმიტომ რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდენ ხმას და უფრო მეტ ადამიანს ექნება შანსი რომ მოისმინოს ჩემი საუბარი. რაც მე მინდა, ეხლა უკვე მინდა რა, იმიტომ რომ თავიდან ერთი პერიოდი რაღაც ვიდეო გამივარ და არასწორ კონტინგენტზე გავარდა თან და ისეთ ხალხი მოვიდა და ისეთ რაღაცებს წერდნენ რომ მე მერჩივნა რომ ისე 200 ნახო ქონდა იმ ვიდეოსაც რა, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვსაუბრობ ეგეთ რაღაცებს უფრო მაშინ просто ეგრე მოუწია დაემთხვა რა და ეხლა აღარ ვსაუბრობ ეგეთ რაღაცებს და ეხლა მინდა რომ შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესო ჩემი საუბრით მხოლოდ და მხოლოდ რომ მუღამია თორე მეტი კი არაფერი. კარგი, და ლაიქეთ, გამოიწერეთ და გაგვაცეთ. რა ვთქვით?